თქვენი აზრით, რომელ ქვეყანაშია ალკოჰოლის ყველაზე მაღალი მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე და რომელ ადგილზეა საქართველო? მოხმარება განისაზღვრება სუფთა ალკოჰოლის შემცველობით მთლიანად მოხმარებულ სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელებში. ვიდეო დაფუძნებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის მონაცემებზე. მეათე ადგილზეა ლიეტუა, საშუალო სტატისტიკური ლიეტუელი წელიწადში 11.8 ლიტრ სუფთა ალკოჰოლს მოიხმარს. მეცხრე ადგილზეა ბულგარეთი 11.9 ლიტრით. მერვე ადგილი სეიშელის კუნძულები 12 ლიტრი. მეშვიდე ადგილზეა ავსტრია 12 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი ერთ სულ მოსახლეზე. მეექვსე ადგილი უგანდა 12.2 ლიტრი. მეხუთე ადგილს იკავებს გერმანია 12.2 litrით. მეოთხე ადგილზეა ლატვია 13.1 ლიტრი ერთ სულ მოსახლეზე. საპრიზო მესამე ადგილს იკავებს ჩეხეთი 13.3 litrით. ამ სტატისტიკაში საქართველო მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენთან ძლიური მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 14.3 ლიტრი სუფთა ალკოჰოლია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 56.5% მოიხმარს ალკოჰოლს მეტნაკლები პერიოდულობითა და რაოდენობით, ხოლო სქესის მიხედვით, კაცების 67.3%, ხოლო ქალების 47.4%. მეტნაკლები პერიოდულობით ალკოჰოლს მძიმედ მოიხმარს. უბრალო ენაზე რომ თქვათ, თრება მთლიანი მოსახლეობის 27.5%. სქესთა მიხედვით ეს მამაკაცების 46.3%-ია, ხოლო ქალების შემთხვევაში 16.9%. აქ იგულისხმება არა სისტემატიური თრობა, არამედ მაგალითად დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე და სხვა მსგავსი აქტივობების დროს. ბუნებრივია, რომ ალკოჰოლის მოხმარება თითოეული ადამიანის შემთხვევაში სხვადასხვაა და შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ერთ მამაკაცზე ძლიური მოხმარება 24.3 ლიტრს შეადგენს, ხოლო ერთ ქალზე 5.9 ლიტრს. ალკოჰოლს განგრძობითად მძიმედ მოიხმარს მთლიანი მოსახლეობის 11.2%. როგორც წინა მონაცემებში, ისევე აქ კაცების რიცხვი საკმაოდ აჯარბებს ქალებისას. ალკოჰოლს განგრძობითად მძიმედ მოიხმარს ქალების 4.2%, ხოლო კაცების 19.5%, ანუ თითქმის ყოველი მეხუთე მამაკაცი. ამავე სტატისტიკის მიხედვით მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: ღვინო 41.8%, სპირტიანი სასმელები 33.6%, ხოლო ლუდი 24.3%. უმნიშვნელო რაოდენობა აქვს სხვა ტიპის ალკოჰოლის მოხმარებას. სავალალოა ალკოჰოლთან დაკავშირებული გარდაცვალებების სტატისტიკა. ეს მთლიანი სიკვდილიანობის დაახლოებით 9.5% შეადგენს. აბსოლუტური ლიდერია რუმინეთი 17 ლიტრი სუფთა ალკოჰოლით ერთ სულ მოსახლეზე. ალბათ უმეტესობა თქვენგანმა იფიქრეთ, რომ პირველ ადგილზე რუსეთი იქნებოდა, მაგრამ შეცდით, რუსეთი ამ სიაში მხოლოდ 27 ადგილს იკავებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003-დან 2016 წლამდე რუსეთში ალკოჰოლის მოხმარება 43%-ით შემცირდა. ეს ცვლილება ნაწილობრივ ანტიალკოჰოლურმა პოლიტიკამ განაპირობა, მაგალითად, აქციზზე ფასის ზრდა და ალკოჰოლის რეალიზაციის დროების შეზღუდვა, ხოლო მეორეს მხრივ იმან, რომ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო მეტად პოპულარული გახდა. მაგრამ ამას რუსების სიცოცხლის ხანძრიობაზე დიდი გავლენა არ უქონია. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი.